რუსეთთან რამდენს ვცდილობ რომ ავაწყურთი და ვინდომ კი არა რომ ბიძაშვილი ვარ ან მამიდაშვილი მათი. იმიტომ რომ ჩვენი ყურძენი ხომ უნდა გავყიდოთ. ჩვენი ღვინო ხომ უნდა გავყიდოთ. ჩვენი პროდუქცია ხომ უნდა გავიტანოთ. ეს არის თავარი. Я приехал сюда подружиться с Владимиром Владимировичем. Я хочу сказать, что в жизни он производит еще гораздо большее впечатление, еще чем по телевизору. Я думаю, что была очень-очень искренняя, откровенная беседа. Чидеба русети როგორც ტერი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი როგორც მეგობარი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი როგორც მოკავშირე, როგორც ძლიერი პარტნიორი. და მე მინდა დღეს რუსეთს დაუწოდო ქართველი ხალხის სახელით მეგობრობის ხელი. და მე მინდა რომ ეს მეგობრობა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. და გახსოვთ, რომ 4 წლის წინ ჩვენ გავუწოდეთ აქ ყველა ერთად მეგობრობის და თანამშრომლობის ხელი რუსეთს. მე მინდა დღეს იგივე გავიმეორო. და კვლავ ვუწვდი პარტნიორობის ხელს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, ჩვენ უნდა დავახლოვდეთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. გავაგრძელეთ ჩვენი უსაფრთხოების და ერთიანობის გამტკიცებას, ჩვენ გავუწვით ხელს ჩვენ мезобел русец. Россияне, которые едут с туризмом, со всеми хорошими намерениями, делают бизнес, мы очень приветствуем. Уезжайте вы. Да еще которые едут на туризм, совсем. Часто ездят, нет? Сейчас хотя бы виза не нужна. Нет, наоборот, надо, чтобы почаще ездили другие. Добро пожаловать. ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავაკეთეთ იმისაც, რომ რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ჩამოსვლით, საქართველოს მოგზაურობით, საქართველოს ტურიზმით, საქართველოს ინვესტირებით. ჩვენთვის აი ეს რუსეთთან ურთიერთობა სახალხო დიპლომატია ეს არის, რომ აქ გადმოვა 100,000-ობით რუსი, აი მარტო ამ სასტუმროს გულისთვის. რომ დახავე რომ ესეც საქართველოს მე აქეთ ყაზბეგში ყარგზებს გადმოვიყვანთ ეგ გვირაბი თბილისთან რომ დაკავშირდება და გვირაბზე უკვე პრაქტიკულად ფული მოძიებული გვაქვს იმოსო რომ დაიწყო ყველაფერი ძალიან გაუჭირდებათ ახალი ავანტურის გაკეთება რუსებს საქართველოში რუსეთის მთავრობას იმიტომ რომ იმდენ რუსი იქნება ნამყოფი და იმდენად დარწმუნებული იქნება ეს მშვიდობიანი ნორმალური ადგილი ჩვენი მათი შეკაების და ურთიერთობის აღდგენის გზა არის ხალხს შორის ურთიერთობა ყველა სასტუმრო არის სავსე რუსი ტურისტები რაც მეც ლაპარაკობს ლავროვი რო არ ჩახვიდეთ მიდმეთ ჩამოს და ხო არა ვიყვართ ლავროვი ტურად აგეთ თელი თვითმინამი არის გადაწყვეტილი და ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს რომ შეუძლია საქართველოს ჩამოსვლა ფულის შადება ფულის გატანა შემოტანა და ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს რომ შეუძლია საქართველოს ჩამოსვლა ფულის შადება ფულის გატანა შემოტანა რუსეთთან მიმართებაში შეგახსენებთ რომ ხარი დაუჭირეთ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ქონდა შანსი დაგვებლოკა მათი შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მაგრამ ჩავთვალეთ რომ რუსეთის მონაწილეობა აი ამ საერთო სისტემაში ძალიან კარგია უნდა ქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე მათ შორის ვაჭრობის საკითხებზე ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე უამრავი ჰუმანიტარული და სხვა საკითხია იმიტომ რომ მეზობლებთან ყველა შემთხვევაში ყველანაირ მეზობელთან ჩვენ გვჭირდა ურთიერთობები და დიალოგის წარმოება ეს რუსი ფრინავი რომელიც ბომბავდნენ ბოდიში გაგაწოდი მაგრამ ეხლა ეს რა ქვია ბომბავდნენ ქონდა ძველი საბჭოთა რუკები ეს მაშინ ეხლა 2006 წელს რუს აგენტები გავაძევეთ ბუჩქებიდან რომ რაღაცას იწედნენ ხოლმე ძველი საბჭოთა რუკები ნუ ძველი საბჭოთა რუკები რაღაც გაურკვეველი აეროპორტები დაბომბეს რომ დიდი ხანი აეროპორტები აღარ და საძოვრებია და იქ მართლა იმიტომ ფილები გაყიდეს იქ ჯერ კიდე 10-15 წლის წინ და არაფერი აი თვითმინავს იქ არ გაუვლია და ყველაზე მეტად ქონდათ აღზნებულები იყვნენ პატიკო თოდორიას ქარხანაზე, სადაც მართლა დიდი ხანი არანაირი სამხედრო ტექნოლოგია აღარ არის ჩართული. და ნუ ბომბეს ახლა და ეს 5 ჯერ დაესხენ თავს და 5-ვე ჯერ ბედნიერი აცხადებს ტელევიზია რომ კიდევ აცილეს. აცილეს. დაურეკე ბოლოს ამომასხა ერთ საინფორმაციო გეღვედრებით, გეხვეწებით ხვით რომ მოარტყეს, გაანადგურეს აღარაც. იმიტომ რომ ყოველ გამოცხადებაზე 3-ჯერ მეტი თვითმფრინავი მოფრინავდა რა. მოღალატე მითხარა როგორ ძინავს ღამე